რადიო კომერსანტის თემა კვლავ ეთერშია, მე ნოდარ სირბილაძე ვარ და ახლა ჩვენი ტრადიციული რუბრიკის ჯერია კონკურენცია და მომხმარების უფლებების დაცვა და დღეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება უნდა განვიხილოთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარი არის თეონა ბაბუნაშვილი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარების უფლებების დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის უფროსი და მოკლედ მასთან ერთად უნდა ვისაუბროთ ერთგვარ შეხვედრებზე, სკოლის მოსწავლეებთან, საინფორმაციო კამპანიებზე, ამ ყველაფერს დეტალურად გავშლით. ქალბატონ თეონა, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და დავიწყოთ ცენტრის საქმიანობით. რა საქმიანობს ეს ცენტრი? მოდი პირველი ამაზე კონცენტრირდეთ. ნოდარ მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს სენელს და აქვე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და საქართველოს და თქვენს მოგილოცოთ ოლიმპიადაზე პირველი ჩვენი ისტორიული მედალი და წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ოლიმპიურ ვარსკვლავებს. დავიწყოთ ცენტრის საქმიანობით. ჩვენი სასწავლო კვლევითი ცენტრი მიმართულება არის, რა თქმა უნდა, სახელიდან გამომდინარე, ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. და ზოგადად სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს კონკურენციის გაძლიერებისა და მომხმარების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სწორედ ამ მიზნის მისაღწევად სასწავლო კვლევითი ცენტრი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრებს, ტრენინგებს და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია გამოვყოთ 2025 წელი, როდესაც სააგენტოსა და საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ, ესე ვთქვათ, სასწავლო წლის გრაფიკის შესაბამისად ჩვენი მთელი წლის გეგმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სააგენტოს წარმომადგენლები ატარებენ შეხვედრებს საქართველოს სკოლებში, თბილისსა და რეგიონებში და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე 25 წლის ბოლოს ქონდა 25 შეხვედრა ჩატარებული თბილისსა და რეგიონებში და კიდევ ამ წლის სასწავლო წლის ბოლომდე ჩვენ გეგმავთ კიდევ 25 შეხვედრის ჩატარებას. კი ბატონო, ძირითადად რა თემებზე გაქვთ ხოლმე შეხვედრები, ესეც საინტერესო იქნება უშუალოდ სკოლის მოსწავლეებთან, ეს კონკურენციის ნაწილია, მომხმარების უფლებების დაცვის ნაწილია, რაზე ამახვილებთ ხოლმე ყურადღებას? კი, მადლობა შეკითხვისთვის. ცხადია, ჩვენი თემატიკა და სააგენტოს მიმართულება გახლავთ კონკურენცია და მომხმარების უფლებების დაცვა. შესაბამისად, სწორედ ეს მთავარი მიმართულებები არის, ამ მთავარ მიმართულებებზე აქცენტი გაკეთებული და ამის ირგვლივ ბავშვებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის საკმაოდ ისეთ მათთვის გასაგებ და საინტერესო, ესე ვთქვათ, მაგალითების საფუძველზე ხდება ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი არის ამ შეხვედრების ფარგლებში, რომ შეხვედრები მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც მოსწავლეებს აქვს საშუალება რომ დასვან მათთვის საინტერესო თემატიკაზე, თემატიკაზე ცხადია ამის ირგვლივ, მომხმარებლების დაცვის თემის და კონკურენციის ირგვლივ და შესაბამისად მიიღონ ჩვენგან ამწურავი ინფორმაცია ყველა მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე. კი ბატონო, ქალბატონ თეონა, ალბათ ერთგვარ რაღაც გამოცდილებაც დაგროვდა და მათ შორის ინტერესი როგორია ხოლმე, ესეც საინტერესოა. კი, ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობთ და კიდევ მომავალშიც გეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ და კიდევ უფრო მეტი სეგმენტი მოვიცვათ და აქვე მინდა გითხრათ, რომ ყოველი ამ შეხვედრის შემდგომ, აი წელს დავიწყეთ ესეთი მიმართულება, რომ ყოველი შეხვედრის შემდგომ ჩვენ ვახდეთ უკუკავშირის მიღებას მოსწავლეებისგან და სწორედ ამ უკუკავშირის შედეგად ჩვენ გარკვეული შედეგები, როდესაც გვექნება, შევაჯეროთ მიღებული უკუკავშირი და მათთვის კიდევ თუ არის რაიმე საინტერესო ასევე თემა, რომელიც შეიძლება ჩვენ დავამატოთ სამომავლოდ მსგავსი ტიპის შეხვედრებში, გავითვალისწინოთ და დავნერგოთ და მაქსიმალურად დავხვეწოთ ჩვენი სასწავლო მოდულები, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. კი ბატონო, ასევე მინდოდა მეკითხა რეგიონებში თუ ხართ ხოლმე, თქვენ აღნიშნეთ, რომ თბილისსა და რეგიონებში. საინტერესოა რეგიონების მიხედვით როგორ ხდება არჩევა, რომელ რეგიონებში ხარ წარმოდგენილი ასე. კი ბატონო, მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის, როგორც ვახსენე უკვე, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ჩვენ აგვაქვს გარკვეული რეგიონების ჭრილში წარმოდგენილი სკოლები, რომლებშიც ჩვენ ვატარებთ. აბსოლუტურად ყველა
ყველა რეგიონი არის მოცული, რა თქმა უნდა, ყველა სკოლას ფიზიკურად ვერ მოვიცავთ ერთი წლის მანძილზე, თუმცა სწორედ ეგ არის ჩვენი მიზანი, რომ ყოველწლიურად ეს პროექტი კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, გავაძლიეროთ ამ მიმართულებით და შევძლოთ, რომ საქართველოში თითქმის ყველა სკოლა მოვიცვა, სადაც შევძლებთ, რომ ჩავატაროთ გავსი ტიპის შეხვედრები და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ჩვენ სპეციალური სპეციფიკაციის სკოლებში ჩავატარეთ ეს შეხვედრები, რას გულისხმობს სპეციფიკაციაში, რომ ჩვენ გქონდა შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სკოლებში, ასევე გქონდა ეთნიკური უმცირესობის სკოლებში, ასევე საზღვრისპირა სოფლებში არსებულ სკოლებში ჩავატარეთ გასულ შეხვედრები. შესაბამისად, ჩვენი სააგენტოს მიზანია არის, რომ აბსოლუტურად ყველა ჯგუფი, ყველა, ესე ვთქვათ, სეგმენტი მოვიცვათ და მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია სააგენტო საქმიანობის და კონკრეტულად კონკურენციის და მომხმარების უფლებების დაცვის შესახებ, რათა ავამაღლოთ ცნობიერება საზოგადოებაში ამ მიმართულებით. კი ბატონო, ეხლა გამახსენდა პრინციპში, რომ ეს მთლიანი კონკურენციის სააგენტოს სტრატეგიის ნაწილიც არის, მომხმარებელთა დაცვის კვირეულზეც მათ შორის იგივე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ამ ადამიანებისთვის მათზე მორგებული დოკუმენტაციას და დოკუმენტების გაიდლაინების შემუშავება, ну, სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც მათ შორის როგორც ჩანს ცენტრიც მიყვება. და გარდა ამისა, ერთიც მაინტერესებდა ამ ნაწილში, იგივე დიფერენციაცია თუ არის, აი ასაკობრივ ჭრილში ან კლასობრივ ჭრილში, რომელი კლასიდან თუ ყველასთვის ღია არის სკოლებში. სკოლებში, რა თქმა უნდა, ეხა დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის ჯერჯერობით ამ ტიპის შეხვედრების ორგანიზება შესაძლოა არ იყოს რელევანტური, ჩვენ ამ ეტაპზე ვირჩევთ მაღალი კლასის საფეხურის მოსწავლეებს, თუმცა სამომავლოდ, აი რაც ვახსენე კიდეც, ვცდილობთ, რომ ჩვენ ბავშვებისგან მიღებული უკავშირის შედეგად კიდევ უფრო დავხვეწოთ და ვთქვათ, ისეთი ფორმატი მივცეთ ამ ჩვენ შეხვედრებს, რომ შევძლოთ, რომ უფრო დაბალკლასელი მოსწავლეებიც ჩავრთოთ და მივაწოდოთ მათ ინფორმაცია. კი ბატონო, და ქალბატონო თეონა, ჩვენ ნაწილობრივ შევეხეთ უშუალოდ სამომავლო აქტივობებს და მოდი მიმდინარე წელს და გავშალოთ ეს ნაწილიც, რას უნდა ველოდოთ, თუნდაც სასწავლო ცენტრისგან მიმდინარე წელს. სასწავლო ცენტრი ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს იმ სასწავლო პროგრამების კიდევ უფრო დახვეწაზე, თქვათ თემატიკების გამრავალფეროვნებაზე. სააგენტო არ მუშაობს ცხადია მხოლოდ კონკურენციის და მომხმარების უფლებებით, იქ არის სხვა მიმართულებებიც, რომელიც ასევე საინტერესოა საზოგადოებისთვის და მუშაობთ ამ მიმართულებითაც, რომ კიდევ უფრო ახალი თემები შევძინოთ ჩვენ სასწავლო პროგრამებს. რა თქმა უნდა, გავზარდოთ ჩვენი მიზნობრივი სეგმენტი, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ საუბრისას, რომ ჩვენი სააგენტოს სპეციფიკა და მიმართულება არის ყველა ტიპის და ყველა სეგმენტის მომხმარებლებისთვის და ადამიანებისთვის განკუთვნილი და შესაბამისად ჩვენი არეალიც ინფორმაციის მიწოდებით საკმაოდ ფართო არის და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს, არამედ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, პროფესიული სასწავლებლის თანაშემწე ბიზნეს და ასე შემდეგ. მოკლედ ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ, რომ აქტიურად უფრო მეტი საინფორმაციო ტიპის შეხვედრა იქნება ეს თუ ტრენინგები. კი, უნივერსიტეტი და სხვა შესაძლოა არ იყოს ტრენინგი და სხვა ფორმით ჩართულობა გავაკეთოთ იმ ადამიანების და ჯგუფების ჩვენი სააგენტო საქმიანობის უფრო მეტად გაცნობისთვის და საომალოდ მათი როგორც მომხმარებლის თვალსაზრისით პრაქტიკული გამოყენება რო ჰპოვონ მიღებულ ცოდნას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად და წარმატებებს გისურვებთ მათ შორის 2026-ში თქვენი საქმიანობის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თეონა ბაბუნაშვილი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარების უფლებების დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის უფროსი. ტრადიციულად შემდეგ სამშაბათამდე ვეშვიდობით ამ რუბრიკას და შემდეგ სამშაბათს კვლავ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ.